Როჩიდან მოგიხსენებია დასაერთო სახალხო პარტიას. რამ გამოიწვია თავი დროზე ბარიკადების სხვადასხვა არის ეროვნული მოძრაობის ამ ორი რადიკალურად დაპირისპირებული მხარისის ბლოკში გაერთიანება. ამ კითხვაზე პასუხი გასცემას თითქმის ძველი მოწმეწად დასჭირდა. სახალხო პარტიამ თავის თავზე აიღო ინიციატივა შეფასება მისცა 91-98 წლების გადატრიალებას. და გაანალიზდა მისი მიზეზებით და შედეგებით. ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი და ეს აისახა დოკუმენტში, რომელსაც სახალხო პარტია დიდგორის ერთობლივი დეკლარაცია ჰქვია. ეს უკვე შედეგებისაგან გადადგმული ერთი სერიოზული ნაბიჯია, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს მთლიანად ეროვნული მოძრაობის ყველა ფრთის შეკავშირება, ასე ვთქვათ, მოხდეს დიდი შერიგება. ეს არის ყველა პირობა მართული რეჟიმისაგან შექმნილი იმისა, რომ არსებული ხელისუფლება მოახლოებელ არჩევნებში დამარცხდეს. მე აღარ შემოდგები იმ დამსახურებების წყალებში ჩამოთვლას, რაც მოზარდ ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში უკან მიითვალა. დრო გადის, დაპირებებად რჩება. ამიტომ მოვიდა დრო შეიცვალოს სიტუაცია საქართველოში. ხელისუფლებაში მოვიდეს ის ძალა, ის ხალხი, რომელსაც ხელით იწვება, აიღოს თავის პასუხისმგებლობა, დაუბრუნოს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, დააბრუნოს 100,000 ტოვები თავის ოჯახებში, აღუდგინოს ეს დაკარგული ღირსება, ეხოს გატელილი პატრიოტიზმება. ჩვენ ყველანი, ჩვენ და ჩვენ ელექტორატი წლების განმავლობაში აქტიურ ბოიკოტს ვაცხადებთ. დღეს კი დადგა დრო, როდესაც ყველას მოვიწოდებთ. ყველამ არჩევნების, ყველა გამოცხადებთ საარჩევნო ყუთებთან. რათა ჩვენ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, მოვიხატოთ ჩვენი მოკალათებური ვალი, ერისა და საკუთარი სინდისის წინაშე და ხარი დაუჭიროთ სახალხო პარტია დიდგორს. Domestos, como estimado.